ვალდებული ბაჩუახალაია ციხიდან ხელისუფლების დამხობის მოწოდებას ავრცელებს. სწრაფად და სასტიკად ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი გზით. ეს ახალაიას სიტყვებია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის 25 დეკემბერს 4 ოქტომბრის არშემდგარი დამხობის საქმეზე დააკავა. მისი ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობაა, რაც 9 წლამდე პატიმრობით ისჯება. მეგინ არსავიძის სიუჟეტი. ძალადობრივი რეჟიმის სიმბოლო ისევ ძალადობრივი მოწოდებებით გამოდის. ბაჩუახალაია სასტიკ მეთოდებს ვერ ცდება და ბრალდებული სტატუსითაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას აკეთებს. სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის პროცესზე ახალაიამ თქვა ყველაფერი ის, რაც წლებია ურეიტინგო რადიკალების მიუღწეվել მიზანს წარმოადგენს. მე პირადად როგორც ერთი ადამიანი ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად, ნებისმიერი ფორმით და გზით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და გზა. პარლამენტიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსაყრელია ყველა თვითმარქვია უზურპატორი. წიხლით არის გამოსაყრელი, ეს არის გასაკეთებელი და ეს გაკეთდება. ნაცმოძრაობის რეჟიმის სახე საკუთარი გზავნილებით საპარლამენტო ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ ნაცვლად აჩვენებს იმას, თუ რა გეგმა ჰქონდათ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს. სწორედ ამ საქმეზეა ბრალდებული ბაჩუახალაია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგად მთავარ ორგანიზატორად დასახელდა. ბაჩუახალაია არის რადიკალური ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე როგორც წინა 4 გადატრიალების ძელობაა და როგორც ჩანს რადიკალური ოპოზიცია კვლავ გადატრიალებაზე, არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე ფიქრობს და რა თქმა უნდა ეს განცხადებები არის შეურაცხყოფილი საქართველოს სახელმწიფოსი, საქართველოს მოსახლეობის, ქართული პოლიციის. კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული და ძალადობრივ პროცესებში ჩართული ნებისმიერი ადამიანი პასუხს აგებს. ეს არის მმართველი გუნდის პასუხი ძალადობრივი მოწოდების ავტორისთვის. მორიგ ჯერზე გამოაშკარავდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ძალადობრივი მიდრეკილებები. ეს მოწოდებები ახლა რაც გრძელდება, რაც ხდებოდა 4 ოქტომბრამდე ყველას კარგად ვახსოვთ, მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, დამხობასთან დაკავშირებით, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. შემდეგ 4 ოქტომბერს დაიწყეს ამ ყველაფრის განხორციელებაც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს კანონის ფარგლებში და ყველა დამნაშავე რა თქმა უნდა აგებს პასუხს, ვისაც აქვს რაიმე ტიპის დანაშაული ჩადენილი. ბაჩუახალაია თავადაც იყო ერთ-ერთი თანაავტორი იმ სადისტური რეჟიმისა, რასაც ქვია ნაცმოძრაობის რეჟიმი. ახლაც არ უნდა გაგვიკვირდეს მისი მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები, ის დღესაც ვერ მალავს იმ მიდრეკილებას, რომელიც მას გააჩნია დანაშაულებრივი საქმიანობისადმი. მაშინაც კი, როდესაც ის ბრალდებულის სტატუსით არის წარმოდგენილი, ფაქტობრივად ამგვარი განცხადებებით ხელს აწერს იმ ბრალდებას, რომელიც მას წარედგინა პროკურატურის მხრიდან. ეს იყო განცხადება მართლმსაჯულების განხორციელების დროს, რაც არის დაუქმებული, რაც ეს ძალადობრივი სიტუაცია იყო მასში დაგუბებული, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და ახორციელებდა ასეთ ქმედებებს, ის არ განელებია და დღესაც ამ შემართებით არის. როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის ეროვნულ რელსებზე გარდაცვლა არის აბსოლუტურად შეუძლებელი და ჩვენ სარჩელი გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ესეც ნათელი მაგალითი იქნება იმისა, რომ ისინი კონსტიტუციურ ჩარჩოებში არასდროს მოიქცევიან. სააკაშვილის ხელისუფლების სისასტიკით გამორჩეული წევრი ბაჩუახალაია თავის არასახარბიელო წარსულს არ სჯერდება. ის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია რეჟიმის იმ სახეებს შორის, ვინც საზოგადოებას ყოველთვის ახსენებს, თუ როგორი პოლიტიკური ძალა გაისტუმრა ხალხმა 2012 წელს.